შუა საუკუნეების მომაჯადოვებელი ქალაქი, რომელიც თითქოს მე-15 საუკუნეში დაკონსერვდა და დაივიწყა ცივილიზაციის ისეთი მიღწევები, როგორებიცაა ცათამბჯენები, ავტობანები, შოპინგ-მოლები. ეს გახლავთ ბრიუგე. მის ისტორიულ ცენტრში, სადაც არხებში გრაციოზულად დაცურავენ გედები, ივიწყებ რომ ამჟამად 21 საუკუნეა, არსებობს ინსტაგრამი, ფეისბუქი და ტვიტერი. სამყარო კი ინფორმაციებში და ახალ ამბებში იხრჯობა. ბრუგეში არაფერი იცვლება საუკუნეების განმავლობაში. ლამაზი სახლები, ტაძრები და სამრეკლოები აღტაცებასა და პატივისცემას იწვევს თავისი სიმკაცრითა და მედიტურობით. ერთადერთი რაც ქალაქის მშვიდ ხასიათს არღვევს, არის ტურისტები. მათთან ნაკლებად რომ გადაეკვეთოთ, უმჯობესია ბრიუგეს სტუმრობას ზაფხულის პერიოდში ან შობის დღესასწაულებზე ერიდოთ. ბრიუგე არამხოლოდ ბელგიის შოკოლადის დედაქალაქია, არამედ ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი. შუა საუკუნეების გოტიკური ანსამბლები და არხების ქსელი, რომლებიც ვენეციურ არხებს ტოლს არ უდებს, ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს. ბოლო წლებში მათი რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ ბრიუგეს მაცხოვრებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ასე გონია დისნეილენდში ვცხოვრობდა, თუმცა სწორედ ტურისტული ინდუსტრიის წყალობით ქალაქის ბიუჯეტში კოლოსალური თანხა შედის და მის კიდევ უფრო გასაზრდელად ხელისუფლება გამუდმებით ახდენს ძველი ნაგებობების რესტავრაციას და ქალაქის გაკეთილშობილებას. ბრიუგეში წარმოუდგენელი რაოდენობის მუზეუმია. ნატიფი ხელოვნების მუზეუმის კოლექცია ფლამანდიური და ბელგიური ფერწერის 6 საუკუნეს მოიცავს. ქალაქის ცხოვრებას შუა საუკუნეებიდან მოყოლებული შეგიძლიათ გაეცნოთ საინტერესო ინტერაქციულ ფორმაში ბრიუგეს არქეოლოგიურ მუზეუმში. ღამის ბრიუგე სრულიად სხვა ქალაქია. ლამპიონების ჯადოსნურ შუქზე პატარა ვიწრო ქუჩები, სახლები არხების ანარეკლში, რომანტიულ ატმოსფეროს ქმნის და ბედნიერების შეგრძნებას გაძლევთ. ქალაქში სტუმრობისას უდაოდ უნდა იცოდეთ, რომელი მუზეუმი, მოედანი თუ ეკლესია უნდა ნახოთ, მაგრამ გარდა ამისა გახსოვდეთ, რომ ბრიუგე თავად არის ღირსშესანიშნაობა. აქ ყოველი ქუჩა და ნაგებობა უდიდესი მნიშვნელობისაა. იარო იქ, სადაც გზა წაგიყვანს. მიმოიხედო ირგვლივ, არ გამოტოვო პატარა დეტალიც კი. წაიკითხო წარწერები ძველებურ ნაგებობებზე, დატკბე გედებით და არხებში ფერადი სახლების ანარეკლით. აი რას ნიშნავს შეიგრძნო ბრიუგე. ქალაქის ცენტრალური მოედნის გროტე მარკტის შესანიშნავ პანორამაში აღმართული ბელფორტის კოშკი ბრიუგეს ყველაზე მნიშვნელოვან კოშკად მიიჩნევა. გარდა იმისა, რომ იუნესკო მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა, ბელფორტი უდაოდ ქალაქის ყველაზე ცნობილი ისტორიული და არქიტექტურული სიმბოლოა შუა საუკუნეებში. კოშკი არ მხოლოდ თავისუფლების სიმბოლო გახლდათ, ის სინამდვილეში ეხმარებოდა ამ თავისუფლების დაცვაში. 83 მეტრის სიმაღლიდან ქალაქსა და მის მიდამოებზე შესანიშნავი ხედი იშლება და მტერი შეუმჩნეველი არჩებოდა. ბელფორტი საოცარი და მშვენიერი ნაგებობაა. დროის კვალი და ნაპრალები მის ზედაპირზე გახსენებს თუ რისი გადატანა მოუწია კოშკს საუკუნეების განმავლობაში. მას ვინც გალერეაში მიმავალი კიბის 366 საფეხურს დაძლევს, ჯილდოელის, ბრიუგესა და მისი შემოგარენის დაუვიწყარი პანორამული ხედი. გროტე მარკტი ფლამანდურიდან ითარგმნება როგორც ბაზრის მოედანი. დღემდე ბელგიური ქალაქ ბრიუგეს ცენტრში მუშაობს დახურული ბაზრები, რომლებისგანაც წამოვიდა ეს სახელწოდება. ქალაქის უამრავი ექსკურსია სწორედ ამ ადგილიდან იღებს სათავეს. ცნობილი ბაზრის მოედანზე სუვენირების მრავალი მაღაზიებითა და რესტორნებით, რომლებიც მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ნებისმიერი ტურისტის გემოვნებას აკმაყოფილებს. რესტორნებში მენიუს 6 ენაზე შემოგთავაზებენ, სადაც იოლად აირჩევთ 3 კერძისგან შემდგარ გემრიელ სადილს საკმაოდ მისაღებ ფასად. ბრიუგეში ყოფნისას აუცილებლად უნდა ეწვიოთ ბეგინების მონასტერს. ბეგინებს მარტოხელა ქვრივებს უწოდებდნენ, რომლებიც თემში წევრიანდებოდნენ და მკაცრად, თითქმის მონასტრული წესებით ცხოვრობდნენ. ქალაქისთვის უამრავ სასარგებლო საქმეს აკეთებდნენ, მათ შორის ობოლი ბავშვების აღზრდით იყვნენ დაკავებულნი, ამჯერად აქ წმინდა ბენედიქტის ორდენის დები ცხოვრობენ. ბეგინების მონასტერი 1245 წელს დაარსდა მარგარიტა კონსტანტინოპოლის, ფლანდრიის გრაფინიას მიერ. მონასტერი რამდენიმე სახლისგან შედგება, რომლებიც ორ სამრეკლოს შორის არის განთავსებული. ბეგინელები საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ ამ დახურულ სივრცეში. ბეგინელები არ იყვნენ მონაზვნები, რომლებიც აღთქმას იძლეოდნენ და მთელი ცხოვრება მონასტერში უნდა გაეტარებინათ. მათ ჰქონდათ უფლება ნებისმიერ დროს დაეტოვებინათ აქაურობა. თავის გადასარჩენად მუშაობდნენ. არხებში რეცხავდნენ შალს ან მონასტერთან ახლოს მდებარე წმინდა იანუსის სახელობის ჰოსპიტალის თეთრეულს. მაგრამ მიუხედავად ამისა დამოუკიდებლობას ინარჩუნებდნენ. მათ შეიძლება ჩვენი ისტორიის პირველი ემანსიპირებული ქალბატონები უწოდოთ.
მსოფლიოში განთქმულ ბრიუგეს შოკოლადის ისტორიის მუზეუმში დაესწრებით კაკაოს მარცვლებისგან შოკოლადის შექმნის პროცესს. ასევე დააგემოვნებთ თქვენს თვალწინ დამზადებულ ტკბილეულს. შეიძენთ შესაბამის სუვენირებს შოკოლადის მოყვარული მეგობრებისთვის. გაიცნობით საინტერესო რეცეპტებს და გაიგებთ თუ რა განაპირობებს ბელგიური შოკოლადის უმაღლეს ხარისხს. მუზეუმი 1480 წელს აგებულ კრუონის სტილშია განთავსებული, რომელიც თავდაპირველად ღვინის მარანს წარმოადგენდა. გსურთ გაიგოთ, როგორ იბადება ციმციმე ოცნება და დარწმუნდეთ, რომ ჩვენს სამყაროში არსებობს ადგილი ნამდვილი ზღაპრისთვის. მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბრიუგეს ბრილიანტების მუზეუმში, ევროპის უძველეს ალმასების დედაქალაქში. დღემდე ბრილიანტები ბელგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საექსპორტო პროდუქტია. ბრიუგეს მუზეუმში მოგითხრობენ ამ სფეროს ტრადიციებზე, სიახლეებსა და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე. აქ წარმოდგენილია ფლანდრიის ალმასების წარმოების ისტორია, რომელიც მე-14 საუკუნიდან იწყება. სწორედ იმ დროს შეიქმნა ბურგუნდიელი ჰერცოგების უმდიდრესი გვარისთვის დიდი ოდენობით ფასდაუდებელი სამკაული, რომელთა ნაწილიც ალმასის ისტორიული ძვირფასეულობის კოლექციაშია წარმოდგენილი. კარტოფილი ფრის მუზეუმი 1399 წელს აგებულ შენობაშია განთავსებული და მას მსოფლიოში ანალოგია არ აქვს. მუზეუმის ექსპოზიცია კარტოფილის ისტორიისადმია მიძღვნილი. აქ წარდგენილია დანადგარების საინტერესო კოლექცია, რომლებსაც კარტოფილის მოსაყვანად, მოსავლის ასაღებად, დასახარისხებლად და შესაწყობად იყენებენ. აქვე მუზეუმის სარდაფში შეგეძლოთ დააგემოვნოთ ნამდვილი ბელგიური კარტოფილი ფრი უგემრიელეს соუსთან ერთად. ბრიუგე ის ქალაქი არ არის, სადაც ტრადიციული ევროპული შოპინგისთვის ჩადიან. შუა საუკუნეების ვიწრო ქუჩებში განთავსებულია ცნობილი ბრენდების ბუტიკები, უნივერმაღები და მაღაზიები, მაგრამ ივლისისა და იანვრის ფასდაკლებების დროსაც კი აქ საკმაოდ მაღალი ფასებია. ბრიუგედან ტურისტებს ძირითადად სუვენირები ან უნიკალური ანტიკვარული თუ ვინტაჟური ნივთები ჩამოაქვთ. ასევე პოპულარულია მაქმანების ნაწარმი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოდ მიიჩნევა. ბრიუგე ცნობილია ლუდითა და შოკოლადით, ამ პროდუქტებს აქ გამოფენები და მუზეუმები ეძღვნება. ტარდება ფესტივალები და ბაზრობები. ისტორიულ ცენტრში მრავლადაა ბუტიკები, სადაც შოკოლადსა და ლუდს შემოგთავაზებენ. კარტოფილი ფრის მუზეუმის გარდა ქალაქის თითქმის ყველა კაფესა და რესტორნის მენიუშია. გარდა ამისა შემოგთავაზებენ სხვა ტრადიციულ კერძებს, ქათმის ფლამანდიურ წვნიანს, კურდღლის ხორცს, თევზის სუპს, ცნობილ ბელგიურ ყველსა და მიდიებს. ყველაზე ფეშენებელური რესტორნები ბურგისა და გროტ მარკტის მოედნების მახლობლადაა განთავსებული. ლუდის დასაგემოვნებლად უნდა ეწვიოთ პაბებს, სადაც 100-ზე მეტი სახეობის ქაფ-ქაფა სასმელს შემოგთავაზებენ. ცენტრისგან ოდნავ მოშორებით პატარა რესტორნებია განთავსებული საკმაოდ მისაღები ფასებით, სადაც კერძების გემო და მომსახურების ხარისხი უმაღლეს დონეზეა.